პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500,000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შუამდგომლობით დღეს მას შემდეგ მიმართა, რაც ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მის მიმართ წარდგენილი ბრალი აღიარა. ილია ღუდუშაური საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა. სხდომაზე პროკურატურამ ასევე ბრალდებულისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა და მისი პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა მოითხოვა. მოსამართლე ნანა შამბათავამ ეს შუამდგომლობაც გაითვალისწინა. თავად ბრალდებულ სხდომაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ის ბრალს სრულად დაეთანხმა. გამოძიების თანახმად ღუდუშაურის მითითებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად წინასწარ შერჩეული კომპანია გამოცხადდა, რომელსაც მისი ნაცნობი ხელმძღვანელობდა. ფინანსური პოლიცია ამბობს, რომ კომპანიას ჯანდაცვის სამინისტრო მინიმუმ 2,198,000 ლარით მეტი გადაუხადა, რითაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაარღვია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო 3 პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმოდგენი კომპანია. თუმცა ბრალდებულმა, რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმოდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი. 2023 წლის 10 მაისს მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერის შეცვლილი პირობით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელებთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა. შედეგად ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო სამინისტრო მინიმუმ 2,198,000 ლარით მეტი გადაუხადა. ვინაიდან ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიებასთან თანამშრომლობა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმაც დაადასტურა. მისი თქმით, ღუდუშაური მზადაა გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხოს. ადვოკატის განმარტებით, ღუდუშაურს საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული პირები არ დაუსახელებია. ილია ღუდუშაური მინისტრის მოადგილე ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის 3 იანვარს დანიშნა. თავად აზარაშვილი მინისტრის პოსტზე ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა. აზარაშვილმა თანამდებობა ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ 2024 წლის 1 მარტს დატოვა. ასევე კორუფციულ დანაშაულშია ბრალდებული ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური. ის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეშია ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.